სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყოველი ადამიანი ისრაფის ბედნიერებისკენ, სიხარულისკენ, მშვიდობისკენ, კეთილდღეობისკენ. ამისთვისაც არის ადამიანი გაჩენილი, რომ კონდეს სიხარული და ბედნიერება. მაგრამ რეალობა სხვანაირია. ობიექტური სინამდვილეა, რომ ამ სამყაროში დაუსრულებელია ტკივილი, განსასწრელი, ჭირი, ურვა, საბოლოო ჯამში არსებობს სიკვდილი, გარდაცვალება, უსამართლობა. ამ სოფელში არის, ესე ვთქვათ, სახარებისეული ენით ჭირი. და აი უფალი დღესაც ივანეს სახარებაში ესე გვეუბნება, ხოლო თქვენ 10 ჭირი გაქვთ. ფაქტობრივად ეს სიტყვები ყველას ეკუთვნის. ეს არ არის ვინმესთვის ცალკე, მაგრამ ქრისტიანებს განსაკუთრებულად ეუბნება თავის მოწაფეებს, რომ უწინასწარმეტყველებს დევნულობას და ვერავინ ვერ უგებს ქრისტიანს და რომ ქრისტიანის სოფხედელობა ისეთია, რომ ამასოფლის სულს ეს არ უყვარს, არ სიამოვნებს. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ რატომ არის, რომ ჩვენ მეტნაკლებად კარგად ვართ. იმიტომ რომ ჩვენ საქართველოში ვართ. არ დაგვავიწყდეს ეს. ხშირად კითხვას ვამე, რატომ უნდა გიყვარდეს სამშობლო? აი სწორედ იმიტომ უნდა გიყვარდეს სამშობლო, რომ ქრისტიანი რო ხარ, არავინ არ გდევნის და როგორც აღმოსავლეთში დევნიან, ხოცავენ აფრიკის ქვეყნებში. დღესაც ამ წუთში ყოველ დღე ქრისტიანს კლავენ სამსამყაროში, იმისათვის რომ ქრისტიანია. კლავენ საშინელი სისასტიკით, სიძულვილით, თავებს ჭრიან. ჩვენ საქართველოში ვართ. მაგრამ საქართველოში დაახლოებით 100 წლის წინ იდევნებოდა საშინლად ქრისტიანობა და ქრისტიანობისათვის კვდებოდნენ საქართველოშიც. როდესაც აი ეს არაქართული სული, მაშინდელი ლიბერალური სული. ბოლშევიზმი ეს იყო ლიბერალიზმი, მაშინდელი ლიბერალური სული, ეს რევოლუციური სული რო გაბატონდა, რა დღეში ჩააგდო მან ქრისტიანები. თუ ჩვენ არ გვდევნიან, ბიზნესი მხოლოდ ის არის, რომ ჩვენი წინაპრების ლოცვით, ჩვენი წინაპრების ღვაწლით. მაგრამ ზოგადად ამ სოფელში ქრისტიანს ჭირი აქვს. მაგრამ უფალი გვანუგეშებს, იქვე მოწაფეებს ეუბნება და ჩვენს გვანუგეშებს. იმ სიტყვების, რომელსაც მოწაფეებს ეუბნება, იმის განვრცობა უნდა მოვახერხოთ ჩვენ, რომ ჩვენ განვიკუთვნოთ ყოველი სიტყვა სახარებისეული, რომ ეს არ დარჩეს ისტორიის კუთვნილებაში. და მე კვალად გიხილნეთ თქვენ და უხაროდის გულთა თქვენთა. ჭირი გვაქვს და ეს ჭირი მრავალნაირია და მათ შორის ჭირი არის ისიც, რომ განგვიცდია ღმერთი ჩვენს გულში, მაგრამ ეს განცდა მინავლებულია, იგი არ არის ხშირი, ან ერთხელ ყოფილა და მერე აღარ ყოფილა, ან ძალიან იშვიათად არის. ვეძებთ და ვერ უპოულობთ, მივისწრაფი და ვერ მივიახლებით. გვინდა შევიგზნოთ, მაგრამ არ გამოდის. და აი ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამ წუხარებას ბადებს და კლავად გიხილნეთ თქვენ და უხაროდის გულთა თქვენთა და უფალი გვეუბნება, რომ თქვენ სიხარულის გარეშე არ დაგტოვებთ, იმიტომ რომ ვინც ეძებს, მას ხომ პოულობს და პერიოდულად მე თქვენ გულს შევეხებით და თქვენი გული როცა მიიღებს მყარად გამოცდილებას, რომ მე თქვენთან ვარ, რომ აღსრულდება საიდუმლოება ქრისტე ჩვენში, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ქრისტე თქვენში, როგორც პავლე მოციქული ამბობს. აი მაშინ თქვენს გექნება სიხარული, რომელს სიხარულსაც ვერავინ ვეღარასოდეს, ვეღარ წაგართმევთ. ეს სიხარული იქნება სრული სიხარული, სიხარული სავსებით, როგორც უფალი იტყვის. და ეს სიხარული მაშინ ხდება უკვე დაუსრულებელი სიხარული ხდება. აღარ დამთავრდება ეს სიხარული, იმიტომ რომ ეს სიხარული სასუფევლის სიხარულია, ღმერთთან ყოფობის სიხარულია. და აი ამ სიხარულს აგზელებს უფალი, ვერავინ მიგიღოს თქვენგან. მისი წართმევა არის შეუძლებელი. ეს მდგომარეობა რა შემთხვევაში შეიძლება კონდეს ადამიანს? როდესაც ის სწორად ხედავს სამყაროს, როცა ის სწორად ახდენს რეალიზებას თავის რწმენისა, რომელიც ღმერთმა მისცა მას. სამშაბათსაც წირვის დროს გესაუბრეთ და ალბათ მინდა კიდევ ერთხელ შევეხო ამ თემას, უფრო მეტნი ხარ დღეს თავისთავად ცხადია და კიდევ ერთხელ მინდა მე ამას შევეხო. იმისათვის რომ ჩვენი რწმენა რეალიზდეს, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ,
რომ ჩვენ ვართ მართლმადიდებლები. მართლმადიდებლები. რას ნიშნავს ვართ მართლმადიდებლები? ჩვენ ცნობიერება გვაქვს მართლმადიდებლური თუ ვართ ქრისტიანები. და ქართულ სინამდვილეში, აი საქართველოში რო თქვათ მეტნაკლებად დაცულია ქრისტიანი. ეს არის იმის გამო, როგორც გითხარით, რომ იმის გამოც, რაც გითხარით, რომ ჩვენი წინაპრების ლოცვით უფალი გვიფარავს, რომლებიც მთელი მოწამეთა დასია ჩვენი წინაპრები, ხო, ჩვენი მიწა გაჟღენთილია მათი სისხლით, როცა უცხო შემოდიოდა და უცხოს უნდოდა წართმევა ჩვენი სარწმუნოების და ისინი ართმობდნენ, ცოცხალი თავით ართმობდნენ სიკვდილი ერჩინათ წმენის დათმობას, აი სწორედ მათი ლოცვით, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ჩვენ გარს გვახვევია ურიცხვი სიმრავლე მოწამეთა. და როცა ჩვენ ლოცვაზე ვდგებით და ლოცვით და წმინდათა მამათა ჩვენთათა რო ვეუბნებით, უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენ და შეგვიწყალე ჩვენ, აი ამ წმინდანთა დასში უამრავი ქართველია, რომელიც ჩვენ ლოცვას ისმეს და მეოხია ჩვენი ღვთის წინაშე. და აი ჩვენ სწორედ აი ამ სულის მატარებელი ხალხი ვართ, ამ სულის მატარებელი ერი ვართ. და ეს სული, ანუ სული მართლმადიდებლური, რომელიც შეიძლება ასე ითქვას, ხმამაღლა შეიძლება ვიღაცებს არ მოსწონს, რა თქმა უნდა ეს, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ ეს ასე, ეს არის ქართული სული, არის მართლმადიდებლური სული. ეს ჯერ კიდე როდის ითქვა, აგე გრიგოლ ხანძთელის დროს. რა არის საქართველო? საქართველო არის იქ, სადაც ქართულ ენაზე ღმერთს ადიდებენ. ესე თქვა გიორგი მორჩულემ და ეს გიორგი მორჩულეს აზრი ხომ არ იყო, ასე ცხოვრობდნენ, ასე აშენებდნენ, ასე უყვარდათ, ასე იბრძოდნენ, ასე სწამდათ, ეს არის მართლმადიდებლობა. და მართლმადიდებლური ცნობიერება, სწორედ სამშაბათს რაც გითხარით, თავისი სტრუქტურით, თავის შინაგანი მდგომარეობით არის ვერტიკალური. ეს არის წმინდა წყლის ქრისტიანული სამხედველობა. რატომ? ადამიანი რო ინათლება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც იმ დღეს გითხარით, ადამიანი რო ინათლება, ნათლობის წინ აუცილებელი პირობა აღთქმასდებს რა, იმ აუცილებელ პირობაში რა შედის? რას ამბობს, სხვადასხვა აღთქმებს დებს და ერთ-ერთი რა არის? რომ ჩვენ გვწამს ქრისტე არა მხოლოდ როგორც ღმერთი, არამედ როგორც მეფე. მეფე, რომელიც არსებს სასუფეველს, ანუ მეფე სამეფოს გარეშე ხო არ იქნება, ნახეთ? მეფე სამეფოს გარეშე არ არის. მეფე არსებს სასუფეველს, ანუ სამეფოს. და რა არის სამეფო? სად არის სამეფო? სად დაარსა სამეფო? და ვაარსებ ჩემ ეკლესიას, აი ეკლესია არის ქრისტეს სამეფო. იერარქიული ვერტიკალი აი ამ ყოფიერების სტრუქტურისა, რომელიც ღმერთიდან იწყება და ღმერთი ქმნის ამ სამყაროს და სამყაროში ქმნის გონიერ არსებებს, ანგელოზებს, რომელსაც ასევე ვერტიკალური ყოფიერება აქვს, სერაფიმები, ქერუბიმები და საყდარნი, მეორე დასის, მესამე დასის ტრიადები, სხვადასხვა იერარქიული საფეხურები და ადამიანები ჩვენ. და აი ამ ეკლესიაში, რომელიც ქრისტეს სამეფოა, რომელიც მარადისობაში გრძელდება. ეს ხო აქ ეკლესია ხო მარტო ამისთვის არ არის, რომ ჩვენ ერთმანეთს აქ ვიყოთ, ეკლესია ხო მარადისობას წვდება, ხომ იგი ერთი მთლიანობაა, თქვათ, მებრძოლი ეკლესია და ზეციური ეკლესია, ეს ერთი მთლიანობაა. და ეკლესიის სტრუქტურაც იერარქიულია. ამაზე ძალიან ბევრს ჯერ კიდევ დიონესი არეოპაგელი წერდა ამის შესახებ. როგორც ზეცაში არის იერარქია, ისე მიწაზეც არის იერარქია, თორე მიწაზეც და ზეცაშიც ერთი სამეფოა ქრისტესი. და ეს სამეფო იერარქიულია და ეკლესიასაც თავისი იერარქია აქვს და ეკლესიის უმაღლესი იერარქია არის პატრიარქია, მთავარეპისკოპოსი, მერე ეპისკოპოსები და ასე შემდეგ. და როდესაც ებრძვიან ეკლესიას, ებრძვიან ქრისტიანობას, ებრძვიან სწორედ აი ამ იერარქიულ პრინციპს. რატომ არის რომ მღვდლობას ებრძვიან და ხშირად ის ადამიანებიც, რომლებსაც თითქოს ქრისტე წამთ და ქართული სინამდვილესთვის ეს არის რაღაც უცხო ელემენტი. არაორგანული ჩვენ სისხლშია გამჯდარი, რომ ჩვენ ყავს მეფე ქრისტე. ჩვენი მეფე ქრისტეა და ეს ზეციური იერარქია ასახულია მიწაზე ეკლესიის სახით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რომ გვახსოვდეს, ამიტომაც არის, რომ 1000 ჯურის ლიბერალიზმი არსებობს, ხო? ფსევდოლიბერალიზმი, რასგინათ ის დაარქვით, რომელსაც არ აქვს ატანა სამღვდელო ინსტიტუტის. იმიტომ რომ აქ არის სწორედ ეს იერარქიული პრინციპი. როცა ჩვენ საუბრობთ, რომ ამ სოფელს ჭირი აქვს და ეს სოფელი თუ განსასწრებს გვაყენებს ჩვენს და პრობლემებს გვიქმნის, ეს ერთ-ერთი მიზეზი, როცა ჩვენ ქრისტიანები ვარ და ეკლესიაში ვიმყოფებით, ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის, რომ ამას სოფლის სულს არ აქვს ატანა
იერარქიული პრინციპისა მოწყობისა სამყარო მოწყობილია იერარქიული პრინციპით და შესაბამისად არ აქვს სატანამ მღვდლობის ინსტიტუტის და ხო ჩვენ ხო ვიცით რომ მღვდლობის გარეშე როგორც იგივე გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში მღვდლობის გარეშე არაფერი არ არსებობს იმიტომ რომ მღვდლობის ინსტიტუტი როგორც საიდუმლო მსახურება დადგენილია იმისათვის რომ ჩვენ ღმერთთან ერთობა გქონდეს ევქარისტიული საიდუმლოების საშუალებით ამიტომ როცა ჩვენ გვიცით ამ ჭირის მიზეზი რა არის? აი ეს ფაქტობრივად დემონური სულისკვეთება. როდესაც სატანას არ ქონდა ატანა იმისა, რომ იყო ღმერთი და თვითონ არ იყო ღმერთი. აი ეს ობიექტური სინამდვილის ვერ აღქმა, ვერ დატევნა. ხო, როცა აი ეს რეალობა არის, ჩვენ გაცნობიერებული უნდა გქონდეს, რომ არასოდეს მოხდება ის, რომ ამ სამყაროს ეკლესია უყვარდეს და ოღონ ისინი ეს ამასოფლის სული გარკვეულწილად სუსტია საქართველოში მაგრამ აინც არის მაგალითად როდესაც ვერ იგებენ რა შუაშია საქართველოს სამშობლო დამოუკიდებლობა და რწმენა რა კავშირში ერთმანეთთან როცა ამას ვერ იგებენ როცა ამის დემონსტრირებას ახდენენ როცა ამბობენ რომ რა შუაშია საქართველოს თქვა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებულება ეკლესიასთან. როცა შუაში კი არა ეს ერთ და იგივეა, ფაქტობრივად. სეკულარიზმი ამ სიტყვის ცუდი გაგებით არის ის რაც ხდება სწორედ აი ამ დროს ასეთ ლიბერალურ ცნობიერებაში, რომ ხდება არის მცდელობა, რომ რწმენა სეკულარებს არ ქმნება, მაგრამ სინამდვილეში უნდათ რომ რაღაც გეტო შექმნა, სადაც ქრისტიანები დამწყდეულნი იქნებიან და საერთოდ მათი ხმა არ უნდა ისმოდეს. ხოლო კაი გაგებით სეკულარიზმი არის ის, რომ ორი ეს ინსტიტუტი, სახელმწიფო და საეკლესიო ინსტიტუტი ერთმანეთს ხელს არ უშლის, მაგრამ ისინი თან არსებობენ, იმიტომ რომ აქაც და იქაც ერთ და იგივე ქართველები არიან. გესმით? რა მნიშვნელობა აქვს ეკლესიის წევრი ხარ და მუშაობ რაღაც სახელმწიფო სტრუქტურებში ხარ და ეკლესიის წევრი ხარ. როგორ შეიძლება რომ ქართველ კაცს აუგრძალო იყოს მორწმუნე. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს, რომ ჩვენ ჭირიკი გვაქვს, იმიტომ რომ მიზეზი ეს არის, სწორედ, რომ ატანა არ აქვს აი ამ იერარქიული პრინციპის მოწყობისა, აი ლიბერალურ სულს, მაგრამ საქართველოში ისინი სუსტები არიან. და ასე სუსტები იქნებიან ბოლომდე. მე ამის ღრმად მწამს. და ეს სწორედ ჩვენი წინაპრების დამსახურებაა. მაგრამ ჩვენ გულს როცა შეეხება უფალი, ხო, მაშინ ჩვენი სიხარული იქნება ძალიან მტკიცე, ძალიან ფესვგამდგარი და მას ვეღარ წაგვართმევს. ჩვენ და მე ამბობს უფალი, რომ მას დღეს აშინა მე არ მკითხოთ. ჩვენ უამრავი კითხვა გვაქვს. ეს კითხვა ეჭვებსაც ბადებს. მაგრამ ადამიანი, რომელსაც გამოცდილება აქვს ღმერთთან ერთობისა, მე კვალად გიხილნე, როცა ღმერთი მოგვიხილავს და ჩვენ ღმერთის მოხილვის გამოცდილება არის ჩვენში. ასე დროს ადამიანს არათუ ეჭვები, კითხვებიც კი აღარ აქვს. კითხვები ქრება. აი რა კითხვა მქონდა მაგალითად მარიამს, რომელიც უფლის ფერხთით იჯდა და ყველაფერი თავდავიწყებაში იყო. რა კითხვა მქონდა მაგალითად, რა კითხვა შეიძლება ქონოდა პეტრე მოციქულს, რომელიც თაბორის მთაზე უფლიდან გამომთოვალე ნათელს ხედავდა. კითხვები აღარ არის. აბა რა არის ადამიანი იკითხავს? თუ ყველაფერი იცოდა პეტრემ, არც არაფერი არ იცოდა. და არც მარიამ არაფერი არ იცოდა. მაგრამ არ ჭირდება ცოდნა. რატომ? იმიტომ რომ ღმერთს პირდაპირ ჭვრეტენ. არა ფიზიკური თვალით, რაღაც ხვანაირად. როცა შენ ჭვრეტ ღმერთს, არაფერი აღარ გჭირდება. ცოდნაც აღარ გჭირდება. გესმით? იმიტომ რომ შენ იცნობ პირად ურთიერთობაში ხარ იმასთან, ვინც გალაქტიკები შექმნა. გესმით რა შეასაბამება? რაში მჭირდება მე რაღაცა სხვა რამე, როცა გალაქტიკების ყოველივე ამის შემოქმედთან პიროვნული ერთობა მაქვს. და ყველაფერია ის თავის თავში ყველაფერს მოიცავს. ამიტომ ამბობს, რომ მას დღეს აშინა მე არ მკითხოთ, აღარ გაქვთ კითხვა. და სანამ ღმერთის ცნობილობა ამ ხარისხში ავადა, სადავარ ჩვენ ახლა, ხო, რა თქმა უნდა ჩდება კითხვები, რა თქმა უნდა ჩდება ეჭვები. ამინ გეტყვით თქვენ, რამე თუ რაოდენიც რა ისთხოვოთ მამას სახელითა ჩემითა მოგცეს თქვენ, აქამდე არა იგითხოვიათ სახელითა ჩემითა, ითხოვდეთ და მოიღოთ, რათა სიხარული თქვენი სავსებით იყოს. აი აქ ყოველთვის საჭიროა ამ სიტყვების განმარტება, იმიტომ რომ ადამიანი ფიქრობს, რომ რადგან ეს სიტყვები სახარებაში წერია და ბუნებრივია მჯერა რომ ნამდვილია, ამიტომ უნდა რასაც მე ვიტყვი, ის უნდა შესრულდეს და ეს ამას არ ნიშნავს. წარმოიდგინეთ, პავლე მოციქულმა ხომ იცოდა ეს სიტყვები?
პავლე მოციქული ხო პირადად იცნობდა ქრისტეს, არა ხორციელად, არამედ მერე გამოცხადებით. და პავლე მოციქული ევედრება, რომ ავათავარ და განკურნე და გამოცხადებით ეუბნება, არ განკურნავ. ანუ რას ნიშნავს მაშინ ეს სიტყვები? პავლე მოციქულს თავი მოკვეთეს. და რას ნიშნავს მაშინ ეს სიტყვები? ამინ გეტყვით თქვენ რაოდენიცას რა ის თხოვოთ მამას სახელით და ჩემით იგი მყო. აი აქ რას ნიშნავს და აქვე არის პასუხი. რათა სიხარული თქვენი სავსებით იყოს, ანუ ის რაც ჩვენ სიხარულს მოგვანიჭებს, ოღონ არა მიწიერს, არამედ იმ სიხარულს, რომელიც არასოდეს წაგვერთმევა, სიხარული ღმერთთან ყოფობისა და სხვა ადგილას ისევე იონეს სახარებაში განმარტავს, რას ნიშნავს ეს სიტყვები, როდესაც აი ამ სიტყვებს მოაყოლებს, რომ სულიწმინდა ღმერთი მოვა თუ ჩვენ ვითხოვთ და დამკვიდრდება ჩვენში. ანუ როცა ჩვენ გადავიქცებით ღვთის ტაძრად და რა თქმა უნდა, როცა ჩვენი სათხოვარი ღვთის ნებასთან თანხვედრაშია. მუდამ გვახსოვდეს ეს. მთელი პრობლემა ჩვენი სულიერი ცხოვრებისა, სულ ამას გიმეორებთ, არის ის, რომ ჩვენ არ გამოვეძიებთ ღვთის ნებას. სულ მუდამ გვატყვილებს საკუთარი სიმართლე. ჩვენი ემოციები, ჩვენი ბრძნობები, ჩვენი სააზროვნო აპარატი სულ გვისწრებს წინ და ნებისმიერი მოვლენას ჩვენ დიაგნოზს უსვავთ და ჩვენი სიმართლით და ჩვენი ხედვით და ჩვენი შეგრძნებით განვარტავთ და შესაბამისად მოქმედებთ. ხშირად ადამიანი ამ დროს ტყვილდება საკუთარი სიმართლით. აი ყოფილა შემთხვევა, მაგალითად ადამიანი რაღაცას მოქმედებს, რაღაცას ამბობს, რაღაცას აკეთებს, არის მართალი. წლები და მე ანალიზს აკეთებს და აიტყვის, რომ მე დიახაც ეხლაც ვამბობ, რომ მაშინ მართალი ვიყავი, მაგრამ ჩემი ქმედება არ იყო ღვთისათვის სათნო. იმიტომ რომ ღვთის ნების საწინააღმდეგო იყო. ესე იგი, ეს არის მოცემულობა ობიექტური. შეიძლება შენ იყო მართალი ობიექტურად მიწიერ სიფრთხეში, მაგრამ შენი სიმართლე არ იყოს თანხვედრაში ღვთის ნებასთან. ამის მაგალითები ხო ბევრია წმინდა წერილში, რაც მე თქვენთვის ხშირად მომყავს. როცა შენი სიმართლე ობიექტურად მართლა სიმართლეა. რა თქმა უნდა, ასეთ დროს ძალიან ადვილია, რომ ამ დროს როცა ღმერთს ევედრები, რომ ეს სიმართლე გინდა რომ აღსრულდეს, მაგრამ არ სრულდება. და რატომ? იმიტომ რომ მართალი კია, მაგრამ ღვთისნებათა თანხვედრაში არ არის. გამოუკვლეველ არიან გზანი უფლისანი. და სხვა არის ჩვენი სიმართლე და სხვა არის საღვთო სიმართლე. სხვა არის ჩვენი სიცოცხლე ამ ქვეყნიური და სხვა არის მარადიული სიცოცხლე, რომელშიც ჩვენ უნდა შევიდეთ. აი აქ ჭირდება ადამიანს სწორედ გონიერება, რომელიც ვლინდება ჩვენი ღვთის განგებულებისადმი მორჩილებაში. ეს თუ არ ვისწავლეთ, ჩვენ ჭირს საკუთარ თავს თავად მოვაწევთ და თავადმე წავართმევთ უნარს სიხარულისა. და არავის დევნა აღარ გვჭირდება მაშინ, როცა ჩვენშივე იქნება ბრძოლა და ჩვენვე შეგვებრძოლება ჩვენივე თავი სწორედ ობიექტური სიმართლე. ამ ყველაფერს იმიტომ გეუბნებით უფალი აგზელებს, რომ თქვენ ჩემთან გქონდეთ მშვიდობა. სოფელსა ამას ჭირი გაქვს. ანუ ამ სოფელში ჭირი გაქვს, გვიმეორებს. ჭირი გექნებათ. არამედ ნუ გეშინინ, რამე თუ მე მიძლევი ეს სოფელი. და აქ ამ სიტყვებსაც ხომ უნდა გაგება. ქრისტე მოკლეს და როგორ უძლევია სოფელი. რას ნიშნავს ეს? ესე იგი, ქრისტიანს სხვა გზა, თუ არა ღრმა ფიქრისა, ღრმა აზროვნებისა არ აქვს. ანუ სხვა გზა თუ არა ღრმა აზროვნებისა ქრისტიანს არ აქვს, იმიტომ რომ ზედაპირზე არ ჩანს ქრისტიანობა. ზედაპირზე ჩანს ეს, როგორ უძლევია სოფელი მოკლეს და დღემდე დევნიან ქრისტიანობას. და მართლმადიდებლობა რაღაცა 250 მილიონია მთელ სამყაროში და რანაირად უძლევია ეს სოფელი. რას ნიშნავს ეს? თუ არ ჩაუღმავდით ჩვენ რწმენას, თუ არ გამოვიყენეთ ჩვენი ეს საოცარი უნარი მოაზროვნეობისა, ჩვენი თავისუფლება ხო არასწორად რეალიზდება მაშინ. ჩვენი ნებელობა შესაბამისად და ავწდებით იმ გზას, რომელსაც სასופველი ქვია და რომელსაც ქრისტე ქვია. ღმერთმა დაგვიფაროს. და ერთ-ერთი აუცილებელი პირობა, რომ აი ეს არ დაგვემართოს, არის სწორედ აი სამყაროს ყოფიერების ზოგადად იერარქიული პრინციპი რომ არის ყოფიერების მოწყობის, იმიტომ რომ ღმერთია სიცოცხლე ერთადერთი, გონიერი და თავისუფალი და ნებელობის მქონე ცოცხალი ყოფიერება არის მხოლოდ ღმერთი და დანარჩენი მან შექმნა. ის რაც მან შექმნა, უკვე რადგან ქმნილება, უკვე იერარქიულად არის დალაგებული. ეს
გესმით? უკვე ასე არის. ამგვარად არის, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ ღმერთები. შესაბამისად ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს როგორ მოაწყო მან ცხოვრებას ყოფიერება და რა უნდა მას და არა ის რომ რამე მინდა და მე როგორ მსიამოვნებს და მე როგორ მესმის და ასე შემდეგ. ჩვენთვის არაორგანულია ეს, არაორგანულია ეს, გესმით? ქართველებისთვის არაორგანულია. ჩვენ სვანერ აღთქმას ვდებთ ნათლობი ნათლებით, წამს როგორც მეფე და ღმერთი. და ეს მეფე რას ნიშნავს? სამეფო და სამეფო კიდო აი ეს არის. 2000 წლოვანი გამოცდილება ეკლესია ხო დღეს როგორიც არის, ხო ეს დღეს ხო არ გახდა ესეთი. 2000 წელი ესე თქო რომ წაიკითხოთ მეორე საუკუნის წმინდა მამათა თხუზულებები, მესამე საუკუნის, მეოთხე საუკუნის, მეხუთე საუკუნის. გეგონება დღევანდელი დაწერილია. ერთი სული გვაქვს, გესმით? ასეთია ქრისტიანობა. ამ წმინდა მამებმა, რომლებიც მღვდლები იყვნენ, ამ მღვდლებმა თქვეს, რომ რამდენიმე ათეული სახარებიდან 27 წიგნი შეარჩიეს. რამდენიმე ათეული წიგნიდან 27 წიგნი შეარჩიეს. ეს რას ნიშნავს, ხო ხვდებით? არავის ისე კარგად არ ესმის სახარება, როგორც მართლმადიდებელ ეკლესიას. მართლმადიდებელს სხვანაირი ცნობიერება აქვს. არ მოგვიტაცოს, არ წაგვიტაცოს აი ჩვენთვის უცხო ცნობიერება, სადაც არც იერარქიული პრინციპია, არც ღვთლობის ინსტიტუტია, არც ზიარებისა და სინანულის და ნათლობის საკრალურობა, არაფერი საკრალურობა აღარ არის დაცული. ეს ჩვენთვის უცხოა. სადღაც შეიძლება ვიღაცას მოსწონდეს და ღმერთმა გაუმარჯოს, ჩვენთვის უცხოა, ჩვენთვის ეს ქრისტეს ღალატია, ჩვენი წინაპრების ღალატია, გრიგოლ ხანძთელის ღალატია, დავით აღმაშენებელის ღალატია, გესმით? გარეჯელი მამების ღალატია. ანუ ჩვენ ხო სხვა ისტორია არა გვაქვს. წარმო საქართველოს მოასილე დავით აღმაშენებელი, თამარი, გრიგოლ ხანძთელი, ილია, გარეჯელი მამები, წმინდანი, და რა დარჩება ჩვენგან? მაინტერესებს. და არაფერი აღარ დარჩება. და თუ გინდა რომ შენგან არაფერი დარჩეს და რაღაც ჰაერში გამოკიდებული, რაღაც უფესო, უნიადაგო, უწინაპრო, უჯიშო, ეხლა ეს ყველა ადამიანს თავისი არჩევანი აქვს, მაგრამ ჩვენ ხომ ასე ყოფნა არ გვინდა. ამიტომაც ჩვენ თუ გვინდა რომ ვიყოთ ქართველები და თუ ჩვენ გვინდა რომ გქონდეს სიმშვიდე, მშვიდობა და ჭირი არ გქონდეს, ამ ჭირს გაუძლო და სიხარული გქონდეს, უნდა გვიყვარდეს ჩვენი ეკლესია, რომელიც არის ქრისტესი და უნდა გვიყვარდეს ეკლესია თავისი მთელი სისავსით და უნდა გვიხაროდეს რაც ხდება ეკლესიაში, უნდა გვიყვარდეს ჩვენი პატრიარქი, არ შეიძლება პატრიარქი არ გიყვარდეს. ყოველი ადამიანი რომელიც ლანძღავს და განიკითხავს პატრიარქს, ის საკუთარი თავის მტერიც არის, სამშობლოს მტერიც არის, ყველაფრის მტერია თუ რამე ღირებული არსებობს. ესეთი ადამიანი გავს ფუტკარს სკაში, რომელსაც ატანა არ აქვს დედა ფუტკარის იგივე სკაში და ფიქრობს რომ დედა ფუტკარი ტყვილაა იქ და ილაშქრებს მის წინააღმდეგ. ესეთი ფუტკარი ხო თვითმკვლელია და თუ ფუტკრები ამას ააყრნენ ხო სკას განადგურდება. აი რაღაც ესეთი რამეა. შეგვეწიოს უფალი და მოგცეს ღმერთმა გონიერება, რომ არ მოვტყვილდეთ და ჩვენთვის რაღაც უცხო შხამი არ გადავყლაპოთ, იმიტომ რომ დღეს ამის საშიშროება ძალიან დიდია განსაკუთრებულად ახალგაზრდებში. დაგვიფაროს უფალმა ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თან. ამინ.